მაშება მიხარია დაბინი ჩემერზე დღეს ჩვენ უნდა ვქნათ რაღაცა და ნახავთ. მე ვარ ბუდუ. კარგი. ბევრი იდეა არ მაქვს დღეისთვის რაც უნდა ვქნათ. ამიტომ დღეს მე მინდა იმ კითხვებს უნდა ვუპასუხო, რომელიც მგონია რომ თქვენ გაქვთ ჩემზე. მაგრამ არ მისმევთ, იმიტომ რა თქმა უნდა 230 გამომწერით. ყველა ნამდვილად არ შემოდის ჩემ არხზე და ნეტა რა დადო, რა მოხდა, რატო აღარ დევს ვიდეოებს და რაღაცებს ეგრე ხო მართლა არ ხდება. ზოგის YouTube-ის არხზე რა. ველოთ რაზეც ვსაუბრობთ. ესე იგი, ჩემზე მოგიყვებით რა. მე ვარ ბუდუ. კაი. მე ვარ ქეთევან ვარდიძე 11 წლის. ხო, მე ვარ 11 წლის ქეთევან ვარდიძე თბილისიდან. მაგრამ თბილისელი კი ვარ, მაგრამ ჩემი ჩემ ბებია და პაპა არიან თელავიდან, კახეთში, თელავიდან. და ჩემ თავს ვთვლი, როგორც ვარ თელაველი, მაგრამ ყოველ ზაფხულს ჩავდივართ იქ და არა ყოველთვის იქ არ ვართ. ამოდგენა. კარგი. მე ვარ მეხუთე კლასელი, წელიწად მე-6-ე უნდა ვიყოთ 11 წლის, მაგრამ ჩემი დაბადების დღე არის 27 სექტემბერს და 15-ში ხო იწყება სწავლა. 27 სექტემბერს რო არის, ამის გამო არ შემიშვეს, როცა ვიყავი 5 წლის და გავხდებოდი 6-ის და всё, მეტი არაფერი, მაგრამ 6-ის რომ გავხდი და კიდე 1 წელი რომ დაველოდე, მე 7 წლის ვიყავი პირველ კლასელი. ხო, 7 წლის ვიყავი. 7 წლის ვიყავი მე-7 კლასელი, 7 წლის ვიყავი მე-7 კლასელი, პირველ კლასელი. კიდე რა თქვა. მე ვარ ქართველი ადამიანი. კაი. ჩემი საყვარელი ფერი არის მწვანე. მაგრამ ან ბევრნაირი მწვანეა, ხო? ესეთი მწვანე არის. მუქი რაღაც ესეთი. ჩემი საყვარელი მწვანეს ფერი არის რაღაცა კბილი მწვანე რა, აი ესეთი დაიცადეთ. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას, გთხოვთ. რაღაცა აი ესეთი მწვანე ფერი რა. ნახატს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მიგითხარით თქვენ. აი ესეთი მწვანე რა, ცოტათი ღია და ვადაგასული მწვანე რა, ცოტა ხო მიხვდით რა. და კიდე არის ოქროსფერი მწვანე რო არის. თუ editing არაფერი. ოქროსფერი მწვანე რა, ხო მიხვდით. ჩემი ჰობი არის ცეკვა და ხატვა. ხატვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ხატვაზე არ მინდა სიარული, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემით ვისწავლო და ჩემით შევასწორო ჩემი რამდენჯერ ვთქვი ჩემით მინდა შევასწავლო ჩემი შეცდომები და ვისწავლო ჩემი შეცდომებისგან და არა სხვისი ნათქვამისგან, რომ აი ეს შეცდომა შეასწორე რაღაცა და ეგ მინდა რომ ჩემით მიხდე და მაგითი უფრო დამოუკიდებელი ხდება ადამიანი. ხო მიხვდით? ცეკვა მიყვარს ძალიან, ცეკვაზეც დავდივარ და ეხლა 30 იანვარს მივდივარ ბაკურიანში პირველად, ეგეთ კონცერტი პირველად მაქვს ცეკვაზე, მაგრამ ადრე ბალიზე დავდიოდი და 3 თუ 4 კონცერტი მქონდა. მედლებიც მაქვს წამოღებული და ხო 4 კონცერტი მქონდა. იქ რო ვიყავი ბალეტზე, მაგრამ ეხლა არის მე-5 კონცერტი, ოღონდ ეხლა ცეკვის. აჭარული დავდგით და ძალიან მიხარია. ჩემი ისა რა ქვია, კლასელიც მოდის და ძალიან მიხარია. მე ვსწავლობ საჯარო სკოლაში, ნუ ეხლა რა თქმა უნდა არ გიტყვით რომ საჯარო სკოლაში რომ მაინც რა იცი რა ხდება. აი ხო ძალიან ვარ მოდუნებული და როგორც ვიცი, იუთუბერები უნდა იყვნენ, აი რაღაცა ენერგიულები, მაგრამ ეხლა ნამდვილად ვერ ვიყვირებ. ჩემი ძმა და დედაჩემია სახლში და ხვალ მარტო ჩემი ძმა იქნება და თუ გავახვალოთ გადავიღებ ვიდეოს რა თქმა უნდა, სადაც ჩემ ნახატს ვამთავრებ და ახალ ნახატის ნამუშევრს ვიწყებ. დიდი ხანია ველოდები მაგ ნახატის დამთავრებას, იმიტომ რომ არ მქონდა კარგი ფუნჯები კი არა და გუაშები, რომ დავემთავრებინა. ამიტომ ეს ჩემ ახალი წლისთვის ვიყიდე ჩემთვის გუაშები. აი ახლა მოგიტანთ რა, მოვიტან. ამის გამო ვიხედები უკან, იმიტომ რომ აქ მიდევს. ფეხი? აი ესენი რა გუაშები. ექსპერიანი. იმიტომ რომ ექსპერიანი კარგია, უფრო მეტ, ვაიმე უკვე გავტეხი ხალხნა.
უკვე გავტეხე. ანუ შემთხვევით გამიტყდა, მეთქი ესე უნდა გადავღუნო, რომ ესა ცოტა უფრო იღუნაოს. რა. ანუ უფრო ელასტიური იყოს, ხო და ეს ხმა იყო, მეთქი კარგის ნიშანია. მე რო შემოვედი ოთახში კიდე ესე ვქენდა. მე მივხვდი რომ გავტეხე. მაგრამ არა უშავს, მაინც ჩემია და მე ვიყენებ, ამიტომ არ მაქვს მაგასთან პრობლემა. კი მინდა ინგლისურად რაღაც ხმა იყო. ინგლისურად კი მინდა რაღაცები ვთქვა და ინგლისურად გადავიღო ვიდეოები, მაგრამ ქართველებიც არიან, რომლებსაც შეიძლება უნდათ ვიდეოები ჩემი რა. დიდი ხანია რაღაც 2 წელი არ გადამიღია ვიდეო გრძელი. მინდოდა ერთი ვიდეოს გადაღება, მაგრამ რა თქმა უნდა ტელეფონს ადგილი არ ქონდა. როგორც შემიძლია ამ ვიდეოს დავაპატარავებ, რომ უფრო უყურონ რა და უფრო მოსაწყენი არ იყოს, იმიტომ რომ ჩემმა ბიზაშვილმა მითხრა, რომ რაც უფრო მოკლე არის, ანუ ესტრუქციანი რა თქმა უნდა არა, მაგრამ გრძელი ვიდეო მოკლე როცა არის, უფრო მეტი ნახვები აქვსო და უფრო კომენტარები აქვს, მაგრამ კომენტარები ვაფშე არ მაქვს არც ერთ ვიდეოზე გრძელზე. ლაიქები ხო რას ამბობ? ნახვები კი აქვს რამდენიმე. ყველაზე მეტი არის როგორ გადავიდეთ ხიდზე, ეგეც რაღაც მესამე ვიდეო. პირველი ვიდეო იყო რაღაც იმაზე რა ქვია, ფუნჯებზე კი არა და მაკიაჟის ნივთებს, რომლებიც ჩემი ბიძაშვილის იყო და მაგ დღეს ჩემ ბიძაშვილთან დავრჩი და ეგ იყო. ხო, კიდე რაღაცა უნდა მეთქვა და დამავიწყდა. ხო, მე ანუ უმრავლესობა ხო სწავლობთ რუსულს დამატებით იმაზე ენაზე ინგლისურის გარდა. სამაგიეროდ ჩემ სკოლაში არჩევა შეიძლებოდა და მე ავირჩე გერმანულ და ვსწავლობ გერმანულს. Hallo, ich bin Keto. Ich bin 11. ანუ სიტყვები ვიცი, მაგრამ ახლა ამერია რაღაც. არ ვიცი, შენ რა გქვია რომელი იყო? Was ist das? Es რა არის, ხო? Hallo, ich bin Keto. Was ist? არა. Wer bist du? Wie alt არის რამდენი წლის ხარ? და ნუ ახლა რაღაცები თქვი, მე ვარ, გამარჯობა, მე ვარ Keto, რა გქვია შენ და მე ვარ 11 წლის. კიდე ხო, მე რა თქმა უნდა ქართველი უყურებს ქართულ ნაკრების თამაშს. ეტყობა ძალიან მამარდასიც მაქვს და ჩემ დაბადების დღეზე თუ ვიდეო თუ გაქვს ნანახი რომ დავდე ნაკრების ტორტი მქონდა რა მეთქი რატომ მოიტანა დედაჩემმა მწვანე მოსაყრელი ტორტზე სპრინგლს რა რატომ მოიტანა ეგეთი მეთქი და თურმე მაგისთვის ბალახი იყო და ესენი იყო ჩარჭკობილი სადაც არეულია ოთახი ამიტომ გთხოვთ რომ მიაქცევ და გველსიანი მიყვარს ძალიან და რატო ეხლა მოგიყვები ერთ ამბავს. ჩემი მეგობრის თელავში ჩემი თელაველი მეგობრის დაბადების დღე იყო და თელავში ვიყავით მაგ დღეს. და სამეგობრომ და თავის კლასელებმა გადავწყვიტეთ, რომ ტრენდი იყო, რომ ესე 12 საათზე და მისულიყავი შენ მეგობართან ნაკრების სახე, რომელიც სახეზე ქონდა. აუ და ბოლოს გავიგე მე ეგ და შემხვდა გველესიანი. სადა ჩემი გველა? იყო ახლა. დედიში. ასლოჩაშვილი. სად გაქვს? და ისა ორი არფე. ახლა უნდა ბევრი არ ვიცი ფეხბურთზე. მარტო დავიწყე ყურება, როცა ჩემი კლასელები ლაპარაკობდნენ საქართველო ვინ იყო? ანუ არ მახსოვს რა. საქართველო ვიღაცა იყო და უნდა გადავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე და მაგრამ და ისე რომ გამომჩენილიყავი რომ მაგარი ვარ და მაგარი რა ანუ მეც უნდა ვუყურო და რაღაცა ისა შევინახე ჩემი სნექები სასუსნაოები როგორც მე ვიძახი და ჩავუჯექი ევროპის ჩემპიონატზე გადასვლას და რა თქმა უნდა მოვიგეთ მე შემდეგი თამაში რო იყო ვუყურე მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ და ყველაზე მეტად ის გამიკვირდა რომ 2-0 მოვიგეთ რონალდოსთან. ნუ ისეთი გუნდი იყო, რომ ანუ ცოტა სუსტი გუნდი იყო ის და მეორე გუნდთან წავაგებდით. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი პენალტი როდის არის, ჯარიმა როდის აქვს. ჯარიმა უფრო ვიცი ხო რა. ხო რა და ეგრე არის. მე მყავს მთლიანი ოჯახი ვართ 26 ადამიანი.
ჩემ ახლა რანაირად დედაჩემის მხრიდან ყველა რო ჩავთვალოთ და მეც დედაჩემის მხრიდან ბიძია მყავს ანუ 3 ბიძა მყავს ერთ ბიძას ყავს 3 შვილი მეორეს არც ერთი და მესამეს კიდე ყავს 7 შვილი მომღერლები არიან ურსასთან ერთად იყო კლაბი და იმღერეს ურსა და ბინული თუ გინდათ ჩაწერეთ და უყურეთ რა მე არ ვარ მაგათ ბინულში და მღერი მაგრამ სამაგიეროდ ცეკვავ 7 შვილი ყავს მამაჩემის მხრიდან კიდე 3 ბიძაშვილი ყავს და ყველა რო დავაჯგუფოთ გამოდის 26 ესე იგი მე ჩემი და ძმა ბიძაშვილი ეს 4 ბიძაშვილი ანუ 10 ბიძაშვილი მყავს რა ეგრე გამოდის 3 მამის მხრიდან 7 დედის მხრიდან 10 გამოდის 5 10 15 მე ბიძა ჩემი და ჩემი 3 ბიძა ეგეც გამოდის 17 დედა ჩემი და მამა ჩემი 19 ჩემ ბიცოლები კიდე 21 პაპა ბებო და კიდე ბებო გამოდის 24 და 26 საიდან მოვიტანე კიდე ორი ვიღაცა მაგალია არ ვიცი ალბათ 24 ვართ ან 26 მაგრამ ამიტომ არა უშავს ხო ცოტა კრინჯი იყო კიდე რაღაცა უნდა მეთქვა მაგრამ დამავიწყდა ორი წამი გახსენა თუნდაც ჩემ საუკეთესო ნახატებს განახებთ მოდი არ მინდა აქ მოჩეს ვიდეო იმიტომ რომ თან ვერთობი ცოტა უნდა ჩემი საყვარელი ეცადეთ ой მე მართლმადიდებელი ვარ რა თქმა უნდა ახალი კლასელი მე და ჩემ ბესტის არ მოგყვანს მართლმადიდებელი ვარ ყოველ კვირას მივდივარ ეკლესიაში ხამისთავაზე დედა ჩემი არ მიუშვებს ჩაგეძინებაო იმიტომ დილის 6-მდე არ 7-მდე და მიხავ რა არ მიუშვებს ხამისთავაზე ლოცვას ვკითხულობ ღამის დილის წინ და გასვლის წინ აი გადმოსატრიალებები ამ აი ესე აქ აუ ხო მე რა თქმა უნდა Roblox-იც და Minecraft-იც მაქვს ორივე თამაშობ და ვერ ვიღებ ვიდეოებს დედაჩემს დაბადების ახალი ტელეფონი მიუტანეს და მეორე ტელეფონი ის რა ქვია არის რა ესე უბრალოდ მაგრამ კი იყენებს და იმაში მაქვს Roblox-ი კიდე ტელეფონშიც ამ ტელეფონშიც მაქვს ითაც ვიღებ და იმ ტელეფონშიც და ამ ტელეფონით გადავხებ იმით ვითამაშებ ხოლმე და ეგრე რა და Dress on Press-ის Roblox-ში Dress on Press-ის კოდები მაქვს მთლიანად გადავსებული 1.2 აი ეს არის ჩემი ერთ-ერთი ნახატი პირველი ნახატი რა ცოტათი უცნაურია ესეთი ადამიანი მგონი არ არსებობს ეს რაღაც მინე კლასის კლაუნი მართლმადიდებელია და ეს შეყვებული ყავდა და ნახა მეორე ყავს ეს არ მომტონს არანაირად ეს უნდა გამეხატა და ეს გამოვიდა ეს რა აი საერთოდ ძალიან საყვარელი მომტონს გასხვალავ ისინი რა იყო მიზანი არ ვიცი ეს ნუ არის რა ჩრდილები უჩანს რა აქ კამერაზე და ლამაზი ჩანს მაგრამ ისეთი ლამაზიც არ არის რა თქმა უნდა აი ეს ძალიან ლამაზი ძალიან მიყვარს სახეც შვენივრად გამოვიდა და ამას მე ერთად ვუყურებ აუ საერთოდ გაქრა ჩემი beauty face აი მე ეს რა თუ ვიყავი იო გეტყვით რა ძალიან ფიქრობ მაგ თუ რა ვიდეო არია აი ვიყავი აკადე ნამდვილად ჩანს მაგრამ აი დაიცა ცოტათი ჩამოვუწიო ძალიან ცუდად ჩანს იმიტომ რომ თხლად არის რა დახატული თუ მიხვდით რაც არის თხლად ეს რაღაც უბრალოდ ჩემმა მითხრა წირო რაღაცას დაიდებ და იმას დახატა უფრო ისწავლე ხატვასო და ამას შვებოდი კიდე ეს დავხატე კლასის კუთხე ყველაზე კარგად ეს გამომივიდა ჩრდილით ძალიან კარგად ჩანს ისეც და კამერაზეც ეს უბრალოდ კლასში რაღაცები იდო და ისინი დავხატე კლასში მე ვხატავ ხოლმე და მასწავლებლებს ამოსწოთ მაგრამ უფრო მეტი ყურადღება იქით მაქვს მე რა მჭირს კაცო ეს კი ჩემი კლასელი დავხატე მე ძალიან ცუდად გამომივიდა ხომ მიხდი ეს ჩემი კლასელი ეს მეცადი ჩემი კლასის დახატვა ეს ფელი დავხატე დილით რო ჩანს ეს ჩემი მასწავლებელი დავხატე ქართულის მართლა ესეთი აი მართლა ბოდიში ხო ეს ჩემი ქართულის მასწავლებელია ეს ხამით დავხატე მეშინია ამხელა მინდა მაგრამ მეორე გოძე ლამაზი არის ეს რაღა არის ეს ტელეფონი არის ეგ აღარ მიხატია მეორე სემესტრი არის როცა ნიშნები იწყება მე ყოველ ორ წამში მაგას ვიხსენებ 13 დეკემბერი არის ორ დღეში ხვალ არა და ზეგი წება თქონა ერთ დღეში რა უფრო აი ეს ნახატი იწყება სკოლაზე მე ზღება და უკვე ერთ სემესტრში ნახევარზე მეტი გავაკეთე ეს დარჩა რა ეს დარჩა უმრავლესობა არის დახატული კლასში ეს ჩემმა კლასელმა დახატა რატო არ ვიცი საიდან დახატა ვიცი ეს მე დავაკოპირე ასეთი ლამაზი თვალებს გადა ეს რაღაც თამაშობდი საბრინა კაფედა ფუ რას გავს და всё მოცა
დანარჩენი ნახატები სხვა ბლოგნოტებში არ გვინდა ვნახოთ. ამიტომ დაგემშვიდობებით და ლაიქ და გამოიწერეთ არხი, მინდა რომ მივიდე 1000-მდე ან 300-მდე მაინც მივაღწიო, იმიტომ რომ 230 არ გადამცდარ ვარ. მაგრამ როცა გადავწვდი, არ ვდებდი მაგ პერიოდში ვიდეოებს, იმიტომ რომ მეცადინეობა სკოლა ასე შემდეგ. ხო გამიგეთ რა, ვერ ვდებდი. ამიტომ მაგის გამო ჩამომეკლა გამოწერები. რატო არ ვიცი, მაგრამ არ მომწონს ეგეთი ისა, აი, გამოწერილი რო ხარ და რაღაც ვიდეოები გხვდებოდა და всё, გამოუწერე, ან გამოუწერე. გამოწერილი აღარ იყო. ესე იგი, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, მინდა რომ მივაღწიო 500-მდე მაინც 300-მდე. და დალაიქეთ ვიდეო, კომენტარი დამიწერეთ, შემდეგ ვიდეო რაზე გავაკეთო. და თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ან რაზე დავპოსტო, როგორი ვიდეოები დავდო. ამიტომ ნახვამდის.